გუბას სანიკიძემ თქვა ერთხელ სიგარეტის მოსაწევად რომ შემოდივარ გარაჟში, მაშინ ვეწევი, სუკი არ ვეწევი, ცოტას ვეწევი უკვე, თორე ისეთ შინაურებით წერენ, რომ ბევრს ეწევი. საქართველოს შემხედვარე სიგარეტი კი არა, ხო თქვი ერთხელ შეიძლება წიწაკის მოწევა დაიწყო კაცმა, თო. გუბას სანიკიძემ თქვა, უხსო ვარ დროში. ავი რამდენი წელია გასული. სანამ რუსის გვამში შევძრებოდეთო, შევძრებითო, უნდა მოვასწროთ როგორმეო და ნატოში უნდა შევიდეთო, მაგრამ ვერ მოვასწარით. შევძვერით რუსის გვამში. ეხლა მე გეტყვით რაც მოხდება, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეგრე მოხდება რა. საქართველო გააგრძელებს ეგრე მოქმედებას. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. და საქართველოსაც დაუწესებენ მერე სხვადასხვა კანონებს. როგორც რუსეთში არის, ამოკრავენ წიხლს ყველა, გაუთიშავენ საბანკო სისტემებთან ურთიერთობას, დაასანქცირებენ, დაადედისტრაკებენ, დააბნელებენ, ჩაასკვამარებენ ყველაფერს და მერე დაიწყება ისე ვიდეომაგნიტოფონების ქირაობა და ამერიკული კინოების ყურება და ციგნები ჟუვაჩკა, პედრო, ჩემ ბავშვობაში დადიოდნენ. და ჯინსები ვისაც ჰქონდა პირველი კაცი იყო უბანში. წაასხამენ ისევე ქართველებს საომრად, ჩახოცავენ ქერჩი რომ ჩახოცეს, ასე ხორცად რომ მიაყარეს. დაიჭერენ, დაალპობენ ციხეებში სულ ყველას და ვინ აკეთებს ამას? რუსი, არავითარ შემთხვევაში რუსი ვერაფერს ვერ გააკეთებს. ქართველებმა ჩვენივე ხელით თუ არ მივეცეთ საშუალება რომ ეგ გააკეთოს, რუსი ვერ გააკეთებს. მიშას დროს ხო ვერ აკეთებდა. აი რო ვერ აკეთებდა, იმიტომაც დაიწყო ბომბების სროლა და მიშამ გასცა პასუხი. აი ეს არის სიმართლე და ეხა მიშა დარბოდა იქ და კრემლის ღორებს ხოცავდა, ეგრეც უნდა ექნა რა. კრემლის ღორები უნდა დაიჭირო, დაადეპორტო საქართველოდან და თუ არ დაგემორჩილა სამშობლოს მოღალატე, იცი თქვენ რასაც იმსახურებს რა. დავით აღმაშენებელი ხო არ ამოიყვანოთ საფლავიდან და შარი მოვდოთ, გათურქებული და გაირანებული და გაჩათლახებული ქართველები ძელებზე რო დაკიდა. თქვენი დებილი დედა მოტყან ქოცებო მე რა. უსამართლობას ვებძვით, ეხლა რატო არ ებძვით უსამართლობას, რამდენი კაცი ჩადეს საფლავში ბლეან. თქვენი დედა მოტყან მე, როგორი მეტროე და ნაბოზრები და ჩათლახე, ოღონ ფული იშოთ. რა არის ეს ფული გამაგები 57 წლის ავარ და ერთხელ ქონდა ცოტა ფული, ეხლა თანხას არ ვიტყვი, დავხარჯე უკვე. შევჭამე, აღარა მაქვს არაფერი. 57 წლის ავარ და სულ უფულო ცხოვრობ. მე ძალიან მშვენივრად ავგზნობ თავს რა, ვენასვალე ამერიკას. აი ყოველ დღე იმდენ ფულს შოულობ მე მყოფნის. და ვაფშე არ მაინტერესებს თუ არა მაქვს შენახული მუთაკებში რა. არც ამქონია და არც მექნება არასდროს ალბათ რა. და ფულის გამო სამშობლო როგორ უნდა გაყიდო მე წარმოდგენა არა მაქვს, როგორ უნდა გამოხვიდე და თქვა რომ ხო ომის მიშამ დაიწყო, საქართველომ დაიწყო, ბოდის გიხდით ძმებო და რაღაც ეგეთ ყლეობები, როგორ უნდა დაყლეპროჭაოთ. რაც მოხვედით დაყლეპროჭავთ და რაღაც ყლეობებს აკეთებთ. თქვენ თვითონაც იცით ყლეები რო ხართ სულ ყველა, პროსტა თქვენ გადაფურთხებულს აღარ ლოკავთ ეხა რა. ძალიან გაბრაზებული ვარ დღეს, აი. იმიტომ რომ ამოვიდა ყელში ამდენი მთელი ცხოვრება. ჩემი წინაპრები ხო გატანჯა მოსკოვმა. ბებიები და ბაბუები ხო გატანჯა, ჩვენი მშობლები გატანჯა, ჩვენ აქვს ტანჯავს. ეხლა მიადგა ახალ თაობას ტანჯავს. და ვიღაცა ზის რესტორანში და იარადილსა ნოჩიუ პაძაბორამ ღერის რა. ხო აი პაძაბორამ ხარ დაბადებული რა და იმიტომ ღერი მაგას რა. და ეს გაგეტლუ გასიებული
ღიპებზე რო ტვინზე რო ღიპები აქვს რა. ისე რო გაღიპე არა უშავს რა მოსულა, მაგრამ აი ტვინზე რო გაღიპი ტვინზე, ჩემმა მეგობარმა თქვა ეგა სხვათა შორის. ტვინზე რო აქვს ღიპებიო, აი ესენი გვიშლიანო ხელსო, აი ზუსტად ეგ არის რა. და ისიც ჩემმა მეგობარმა თქვა, ევროპა ყლეების თავშესაფარი არ არისო, ზუსტია, ზუსტად ეგ არის. რაც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს ხვისი. ხო. შოთა რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა რო იჭმებოდეს, ვეფხვისტყაოსანი და შლისნუკრის ნაამბობი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე ეს ნაწარმოებები რო იჭმებოდეს, მთელი ქართველები დანაყრებული ვიქნებოდით. მაგრამ ეგენი ხორცს არ ყვებავს, ეგენი სულს აყვებავს. სულის საკვები თქვენგან შორს არის. იმიტომ რომ არ გეტყობათ რომ მაგათ კითხულობდეთ და იქ რაც წერია აკეთებდეთ იმას. ხორცზე ხართ გადასული და ხორცის ადიშოვება. ხუმრობა არის ესეთი, მეო ხორცი მიყვარსო. ხორციო ყველას უყვარსო. არა მე სხვა ხორცებზე მაქვს ლაპარაკიო, ყველა ხორცზე მაქვს ლაპარაკიო. რა ხორცებიო, რაზე რო ვერ მიხვდა ის ტიპი. აიო მე მიყვარსო ძროხის მოწველაო, ხო ხორცია ძროხა, ცხენის ჭენებაო. და მე თქვენ თვითონ გააგზელეთ რა. აი ეგ ახართ დარჩენილი კოცები. ხო, თორე ერთი კაცის მკვლელობის გამო შეიძლება და უკვე რომ მოგებრუნებინა ზურგი გენახა, ვითომ არაფერი არ მოხდა რა. პატრიარქი დაგიხრიტეს. აი მარტო მაგის გამო 9 აპრილის გამო შეიძლება მარტო რომ всё. რა ვიცი, რას ფიქრობთ, რავი აბა. ხოდა ერხათ პრიბალტიკაში ხოდა ერხათ. ვერაფერს ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ დასაყრდენი ვერ იპოვეს. და საქართველოში კიტოვანის და ჯაბაიოსელიანის ნაირები თურმე ათასობით ცხოვრობენ. დასაყრდენს კი არა, მთელ არმიას შექმნი ქართველების, კოცი ქართველებისგან, რომელიც წავლენ ქართველების წინააღმდეგ. აი ეგ ახლა თუ კოცები მოგიტყანთ დედის ტრაკი, გათენდა უკვე, თვალები გაახილეთ. გადაყარეთ ეგ კოცები სანამდროა, თორე ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით. ქურთისტანის ბედი არ გვეწვიოს ჩვენ, აი ეგ საშიშროებაა. კარგად იყავით აბა, კოცებო, თქვენი დედა მოტყან.